25-ში არის პატრიარქის აღსაყდრების დღე და 47 წელი უსხლდება ჩვენს უწმინდეს პატრიარქს პატრიარქობიდან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პატივისცემა ყველა მართად გამოხატოთ პატრიარქის მიმართ. სამების საკათო ტაძარში ჩატარდება წირვა, სადღესასწაულო წირვა 10 საათზე და ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა, მთხოვდა, მამებიც მირეკავდნენ რაიონებიდან რომ ერთხელ რაღაცა ერთად შევიკრებოთ. ყველა იცის რომ ძალიან დაძაბული მდგომარეობა დღეს ქვეყანაში და ერთობლივ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდესი მნიშვნელობისაა ლოცვა თვითონ და თხოვნა ღვთის წინაშე და ძალიან კარგი იქნებოდა რომ 25-ში ყველანი შევკრებილი ყავით სამების საკათო ტაძარში. პირველ რიგში გამოგვიხატა ჩვენი უდიდესი პატივისცემა ჩვენ უწმინდეს პატრიარქის მიმართ, რომელიც მართლა სამთელივით ბოლომდე დაიწყო, როგორც კელაპტარი დაიწყო ჩვენი ერის სიყვარულში, სითბოში და გამოგვიხატა უდიდესი სიყვარული თულ ჩვენთაგანს და ჩვენ გვახსოვს ახლა გიორგოპოს, როდესაც პატრიარქის ნათლობები ჩატარდა, მისი უწმინდესობა როგორ მივიდა და როგორ დალოცა ყველა, იგალობა კიდევაც, ანუ ის ბოლომდე ბოლო ამოსენ თქონდა ეხარჯება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერისთვის და კარგი იქნება რომ ჩვენ ყველა მართად გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, განსაკუთრებულად მინდა პატრიარქის ნათლობის მიმართო და რაღაცა ძალიან კარგი იქნება პატრიარქის ნათლულები, მათი მშობლები თუ შეიკრიბებიან სამებაში და ყველანი ერთად გამოვხატოთ უდიდესი ყვავილ ჩვენი პატრიარქის მიმართ და იმ დღეს რაღაცა შევიკრიბებით, ან შობის მარხვა არის, მომზადებით შობის მარხვისთვის, მოდის ეს საოცარი დღესასწაული, ულამაზეს დღესასწაული შობის ღამე უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა მოვიდეს ეს ულამაზ დღესასწაული და რაღაც ამნიშნულოვანია რომ ამ დღემდე რაღაცა შობამდე რაღაცა ყველანი ერთად შევიკრიბოთ, ვისაც შეგვიძლია. და მოგიწოდებთ ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს, ვისაც საკუთარ თავს ეკლესიურად თვლით, ქრისტეს ეკლესიის წევრები ხართ, ამ ეკლესიის წევრები ხართ, რომ ჩვენ პატრიარქს გამოვხატოთ, ჩვენი უდიდესი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა გამოვხატოთ პატრიარქს და ყველანი სამებაში 4 შაბათს 10 საათზე რომ შევიკრიბოთ სამების საკათო ტაძარში და ჩვენი პატრიარქის მიმართ ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მე მჯერა რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ამ ქვეყანაში და ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგგთხოვთ რომ რაღაც ეს ვიდეო ყველამ გავავრცელოთ, რომ ყველამ ნახოს და რაღაცა ყველამ ერთად რაღაც ეს ჩვენი სიყვარული დავანახოთ. პირველ რიგში ქრისტე ღმერთს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს მიმდევრები, ჩვენ ყველანი ვემზადებით ქრისტეს შობის შესახვედრად, ამ უდიდეს დღესასწაულს ვემზადებით ყველანი და ჩვენი პატრიარქს ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ, ყველამ ერთად გაგახაროთ, დაგლოცოთ ღმერთმა და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მადლი ღმერთმა ჩვენს ქვეყანას არ უმოკლოს არასოდეს. ბედნიერები იყავით, ალოცულები იყავით, გახარებულები იყავით და ყველას გელოცავთ შობა ახალი წლის დღესასწაულს. ღმერთმა მადლი და წყალობა. ესევე მინდა რომ გამოვეხმაურო